ისტორიის თვალსაზრისით ძველ აღთქმას იმიტომ ვკითხულობთ, როგორი კონტრაქტი იყო გაფორმებული ადამიანებთან და რას თხოვდა და მთავარი კონტრაქტი და აღთქმა უნდა დავიმახსოვროთ. ეს მთავარი აღთქმა იყო ადამში ედემის ბაღი და ადამთან დადებული აღთქმა. ადამის აღთქმა. აი ეს იყო მთავარი მესიის მოსვლა. ეს კი უპირობოდ შესრულდა. ეს არ იყო დამოკიდებული ადამიანის კარგ მოქცევაზე, ცუდ მოქცევაზე, ამ აღმერთმა დაპირებული ეს გამოსახსნელი ძე გაიმეტა კაცობრიობის ცოდვის გამოსახსნელად და აი ეს გარიჟრაზე ითქვა. აი ამას მიყვებით ჩვენ და დანარჩენების რეალური პერსონაჟები, რეალური ადამიანები როგორ ურთიერთობენ აღმერთთან, ეს ჩვენ ჭკუის სასწაულად არის დაწერილი. და ეს ძველი კონტრაქტი რო დაიხა იმის გამო რომ იესომ დახი ეგ შეასრულა, დაიდო ახალი, რომელიც უკვე გახმაურდა ჯერ კიდე ჩვენამდე სანამ დავიბადებოდით, უკვე მე-5 მე-6 საუკუნე ძველი წელთაღრიცხვით და იქ ჩვენ ვიპოვით ახალი აღთქმის კონტრაქტს რო დაპირდა ადამიანებს, რაც ქრისტეში შეასრულა. იერემიასთან წავიკითხავთ ამას და ეზეკიელთან გითხარით თავები 31-36 თავები. ეზეკიელთან მუხლებით შესაბამისი ამის 31-32-33 ძალიან ადვილი და 26 მუხლი ან თქვენ Google-ის მეშვეობით ამას იპოვნით, რომ ჩვენი ცოდნა უფრო გავიძლიეროთ ამ საკითხებთან. ეს ერთოფრთულის ეპოქაში ვართ ჩვენ ამ მხრივ. ხო, გადატვირთულია ჩვენი ცხოვრება ნებისმიერი იმით. აი ჯერ მარტო ინფორმაციით ვართ დაგრუზული. მე ცხოვრება მიკრო და მაკრო, მიკრო ცხოვრება ოჯახი თავისი პრობლემებით. აი ეს პატარა მიკრო ის ოჯახი ინტეგრირებულია ცხოვრება მაკრო ცხოვრებასთან, საზოგადოება, სამსახური. რა იცით როგორ ხარდაბ აღარ იცი რა, როგორ გაანაწილო დრო. ეს ღმერთმა ყველაფერი იცის და აი ამიტომ გაითვალისწინა ეს რომ ახალი აღთქმა კიდე კაი წამოგვეწია ჩვენ და შვება მოგცა და ვინც ამას ვერ გებულობს, ის რჩება ძველ აღთქმაში, რომელიც დახეულია და ამიტომ იგი შეურაცხყოფილი თვითონაც რჩება. ხო, ამას გონია კარი ამას აკეთებს და ვერ შეასრულებს იმას. სწორედ ამ გზას დაადგნენ ნომინალური ქრისტიანები სახელმწიფო რელიგიად რო გამოაცხადეს და ძალიან დიდხანს ცხოვრებას დიქტატს უკეთებდნენ. ცხოვრების წესების დიქტატორები იყვნენ სწორედ ის შუა საუკუნეების მომქმედი კათოლიკები, ხო? მერე აქეთ აღმოსავლეთში ბიზანტია, მერე აქეთ რუსეთ, საქართველო და აი ახლა მოვედით 21 საუკუნეში და ისევ იმ ძველი წესებით რო არის საქართველოს შავღდელოება. ამას ხო ვერ შეასრულებს, კრძალავ ყველაფერს. 21 საუკუნეში ვარ, ხალხს უკრძალავ ყველაფერს. ტელევიზორს არ უყურო, რადიოს არ მოусმინო, მუსიკას არ მოусმინო, სპორტს არ უყურო. შედავუცილო, იმიტომ რომ ეს შეცდუნდები. ამიტომ ახალგაზრდები გულუბრყვილობის გამო ბერებად აღიკვეცენ და თითქოს განდეგილები არიან. ახლა ვის უნდა თქვენი განდეგილობა? განდეგილობის მთელი აი ეს თვითონ ეს დოქტრინა მართლმადიდებლობის დოქტრინაში რომ ეს განდეგილობა, ეს ლიტერატურული ფორმით მოთხარა ილია ჭავჭავაძემ თავის განდეგილში. და მაგას არანაირი ინტერპრეტაცია არ ჭირდება რომ გავაправოთ პირიქით. მან ილია ჭავჭავაძემ ბერობის ინსტიტუტის ლახვარი ჩასცა და საზოგადოებიდან გაქცევა მისთვის არ იყო მისაღები თან 19 საუკუნეში ეს როგორ გაამართლებდა. ხო, რომ საზოგადოება გამოსაფხიზლებელი იყო წერა კითხვა არავინ არ იცის და ამ ყრუ რელიგიას კიდე რომელიც პირდაპირ იმპერიის სამსახურში იყო ჰუმანისტი მწერლები ილიას მეშვეობით პირდაპირ ამას ებრძოდნენ და პარადოქსი იმაში მდგომარეობს რომ ამ დამპალმა რელიგიამ ილიამ იმათ გამოაცხადა წმინდანად რა ილია აკრიტიკებდა ვაჟა აკრიტიკებდა ქართულ სივრცეში აი მართლმადიდებლობას პრავოსლავიას და ამათ ესენი ყავთ ეგა დაღლევებული იმიტომ რომ მოსახლეობაში ხო ეს ქართველობა და საქართველო ამ დროს ილია ზარეკითხები ხო ილია არ იყო არც ამ რელიგიის მიმდევარი და საერთოდ ილია არ იყო მორწმუნე იმ გაგებით საფრთხო წერილი უგვეუბნება ილია იყო ჰუმანისტი დეისტი რომ ათეიზმის ის ფორმა რომელიც მარქსიზმის სახელთან არის გაიგივებული მისთვის მიუღებელი იყო ხო ათეიზმი თორე სოციალური გაგება ჰუმანიზმი რა თქმა უნდა ეს მისაღები იყო და ამიტომ რომ მას არ იტყოდა რომ ღმერთი არ არსებობს ყველაზე კარგი ესეთი წარმოდგენა არის ღმერთზე შეაფარო თავი დეიზმს რომელიც მე-18 საუკუნიდან უკვე ჩნდება და განმანათლებლები ფრანგები დეისტები არიან სულ ვოლტერი ესენი სულ რა თითქმის ისინი დეისტები ვოლტერი ათეისტი არა დეისტია რას გულისხმობს დეიზმი ადრეც გითხარით გავიმეოროთ
ეს ისეთი წარმოდგენაა ღმერთს, რომ ღმერთი სამყაროს ქმნის და არ ერევა სამყაროში და წავიდა. დანარჩენ ჩვენ ჩაგვაბარა, ჩვენ უნდა მივხედოთ. ესე არ არის ბიბლიის თანახმად. ღმერთი სამყაროს რო ქმნის, ადამიანს აჩენს და მასზე დამოკიდებულ ღმერთის მითითებით უნდა მოუარო იმას. ის აღთქმა დადებული და ხელშეკრულებაა და ვიცით რა დაირღვა სამოთხის ბაღში. ასე რომ დეიზმი არასწორი შეხედულებაა. დეისტები სწორედ გზას უხსნის ათეიზმს. დეიზმიდან ათეიზმამდე ერთი ნაბიჯია და მართლაც მე-19 საუკუნე უკვე ათეიზმია. დაიწყო მაგარი შეტევა ყველანაირი გამოვლენებისა ღმერთის ფორმაზე, ეს პანთეიზმი იქნება, დეიზმი იქნება თუ პანენთეიზმი და მთელი რიგი რაღაცები. განამკვიდრდა და ათეიზმი. ღმერთის უარყოფა, რომელიც ჯერ კიდე სანამ ეს მეცნიერულად ჩამოყალიბდება, ჯერ კიდე მე-10 საუკუნეში ხვდებით ამას ძველი წელთა აღრიცხვით, მე-13 ფსალმის პირველ მუხლში თქვა ბრიყმა თავის გულში არ არის ღმერთი. და ბრიყვი ხარ მართლა როცა ეძახი არ არის ღმერთი. რა კარგად არის ბრიყვი, რა გლუპი ჩელერეგ. ნერაზომნი, უბრალოდ გონება რო არა გაქვს რა. სამეცნიერო გაგება არა აქვს ამას. აი აბერილი რო ხარ ცოდნით რამით და აი ესეთი იმით არის წარმოდგენილი ბრიყვი ადამიანი. აი ბრიყვია მაგალითად ვინ გითხათ, აი ყველა ის ადამიანი ინტელექტუალურად ჰუმანურ ინტელექტუალურ დონეზე რო იმყოფება და ღმერთს არ აღიარებს. გლუპიონ ჩელერეგ. რატომ? იმიტომ რომ ის გულში იძახის რომ არ არის ღმერთი.